რუსთაველზე აქცია გრძელდება და ახლა აქციაზე დარჩნენ ის ადამიანები, ვინც მზად არიან იმისთვის, რომ დარჩნენ და მთელი ღამის განმავლობაში აქ იყვნენ. აქ არის სიტყვით გამოსვლა, მათ შორის მიმართავენ აქ შეკრებილ ადამიანებს პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები, ასევე მათ მიმართავენ 9 აპრილის მონაწილეები, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ავლებენ პარალელს ბუნებრივია იმ ბრძოლაში, რომელიც ბრძოლაც ახლა მიმდინარეობს, სწორედ იმ პერიოდთან, რა პერიოდიც გაიარეს და აღნიშნავს თითოეული გამოცვლელი იმას, რომ რომელსაც შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე ის და მოიპოვა თავისუფლება, ეს თავისუფლება არის შესანარჩუნებელი. ჩემს გვერდით იმყოფება ავთანდილ იმნაძე, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება. ბატონო ავთანდილ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენც რომ გითხრათ, თქვენ უშუალო მონაწილე იყავით მთელი ამ პროცესის, თქვენ გამოსვლისასაც აღნიშნეთ, რომ იგივე შემდგომ უკვე 14 აპრილის ორგანიზატორიც ბრძანდებოდით. აი რო გაიხსენოთ ის პერიოდი და რა პარალელს ავლებთ ახლა, რა საფრთხე ხედავთ თუ არა იგივე საფრთხეს ის საფრთხის წინაშეც მაშინ იდგა ქვეყანა. ახლა მე ისეთ რამეს გეტყვით, რომ ალბათ ყველას მაყურებელსაც, მსმენელსაც ძალიან გაუკვირდება. მე ვარ ორგანიზატორი როგორი იცით? როგორიც დღევანდელი აქციების. სხვათა შორის ამ აქციების აი ესე ჩატარება 2 წლის წინ თუ კიდევ უფრო ადრე რაც კი მიდიოდა ეს წინააღმდეგობა თავრობის ასე ვთქვათ, არალეგიტიმურის, მაგრამ რა ვთქვა, არ ვიცი, ნებისმიერი უარყოფითი ეპითეტი იქნება სუსტი, ამათი უარყოფითად დამუშავება. ამის შემდეგ, ესე იგი, როდესაც მქონდა ლაპარაკი რამდენიმე პოლიტიკოსთან, არ ვიტყვი ახლა იმათ გვარებს, არ მინდა რომ ხერხულობაში ჩავაგდო, რომ აუცილებელია უწყვეტი აქციები. აუცილებელია უწყვეტი აქციები. ესენი 2 თვეში, 3 თვეში წავლენ. არ ვიცი, ანუ ბოლოს და ბოლოს დაიწყო ეს, არ ვიცი, ისევ და ისევ მე იმიტომ ვთქვი, რომ ჩემი ორგანიზაცია ალბათ ეს სიტყვები გადიოდა, მე ახლობლებს ვეუბნებოდი, ნაცნობებს, უყველას, რომ აუცილებელია და აუცილებელი არ არის აი ესე სიტყვებით გამოსვლა. საჭიროა, ზოგჯერ საჭიროა, აი მაგალითად დღეს. მაგრამ აუცილებელი არ არის საჭირო. იყვნენ მოვლენ მაბატიეთ, იყვნენ ახალგაზრდები, ახლა მოვლენ, ითამაშებენ, იმღერებენ, იცეკვებენ, წავლენ. ეს ასრულდა 100%. და უკეთესად კიდე შემოქმედება ამ ახალგაზრდების თანამედროვეობამ და შემოქმედება უფრო კაი შედეგი გამოიგო და უფრო კაი სახით არის ესეთი აქციები. ეს უწყვეტი. დაუშვეს ერთი შეცდომა. შარშან 24-ში იყო, არა 24-ში, არა 23-ში. 23-ში. პირველად 9 მარტს რომ დაიშალნენ. ესე იგი 3 დღე მიდიოდა ეს აქცია. ჩეხავდნენ, წემდნენ, 1000 რაღაცას უკეთებდნენ, არ დაიშალა. 3 დღე, ესე იგი, ეს კაცის პლელები ეს ისენი. არ დაიშალნენ, მაგრამ უკვე იშლებოდნენ ისინი. ცოტა ხანი რო გაგრძელებულიყო, ალბათ გამარჯვებას ეთქვა. ახლა რა შეხედავთ გამოსავალს? ახლა როგორ უნდა მოიქცენ? ახლა არ უნდა შეწყდეს ესა. მე მინდა მოუწოდო, ვინც გვისმენს და ვინც ვიყურებს, არა? ნუ დაიზარებენ. იმიტომ რომ თუ არ მე არც მინდა ამის დაშვება, რომ საქართველოს დაიღუპება და რა, მაგრამ თუ ესე მოხდა, შეიძლება ძალიან ცუდად წავიდეს ჩვენი საქმე. ამიტომ ერთი წუთით არ უნდა და ნუ იფიქრებენ იმაზე, რომ რა, სულ ერთნაირად ძალიან კარგია. არც არის საჭირო კიდევ გავამძაფროთ, მეტი რაღა უნდა გაამძაფროთ. 130 დღეა თუ რაღაცა აქ გადანეს ახალგაზრდები. მე კვირაში ერთხელ, კვირაში 2-ჯერ თუ მოვალ და ამიტომ მე მინდა რომ ეს გაგრძელდეს და აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მაგრამ აუცილებელია ის, რაც მე ვთქვი ახლა გამოსვლისას, რომ ხშირად ისმოდეს ქოცებო წადით. შეძახილმა ხე გაახმო, ხო გაგიგია. აი ეს მადლობა თქვენი დროისთვის. აქციის მონაწილეები ბუნებრივია პროტესტი გრძელდება, აქ ხედავთ სხვადასხვა თაობისა და მესმის, დიახ. წარმომადგენლებს, დიახ, გადავალ კითხვით თუ შეიძლება მოგესალმებით. კითხავთ ბოდიშკი ხდით აქ გაგაწყვეტინეთ. კითხავთ დღევანდელ დღეზე თქვენთვის რა მნიშვნელობის არის ეს თარიღი, ერთის მხრივ ის ისტორია, რაც ამ თარიღს უკავშირდება, ის ადამიანები, 21 ადამიანი
თავისუფლება მოგვიტანა და რა პარალელებს აქვს? 9 აპრილი არის ჩემი ბავშვობა, რომელიც იყო გამოღვიძების. მიუხედავად ამ ტკივილისა, რაც 9 აპრილს დაემართა საქართველოს და მიუხედავად იმ დაღუპული ახალგაზრდებისა, ეს იყო გამოფხიზლების დღე, როცა ჩვენ სკოლის მოსწავლეებმა გავათვითცნობიერეთ, რომ თურმე ეს მთელი ცხოვრება ვიცხოვრეთ ტყუილში. ეს იყო გამოფხიზლება, როგორც ვახსენე და კიდევ თავარი იდეალებისთვის ბრძოლა, რაც ასე შევიმეცნეთ ახლა ჩვენ მაშინ ყატარებმა, რომ ამ ადამიანებმა ჩვენ მოგვიტანეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. და ვიმეორებ უკვე მეორე დღეა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ახლა უკვე ძალიან დიდ ასაკს მიღწეული ამ ჩემი შვილების წინაპარი, მათი მომავლისთვის რომ დგავარ ახლა ქუჩაში, მიწევს ქართველებს, რომლებიც ასრულებენ რუსეთის პირდაპირ დავალებას, ვებრძოლო და ვუთხრა, რომ ჩვენ არ დავთმობ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს არის პარადოქსი და ამიტომ ვდგავართ აქ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და როგორც მაშინ იმ ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და მოიპოვეს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და შექმნეს სახელმწიფო, ჩვენც არ მივცემთ არავის უფლებას, რომ წაგვართოს ეს მონაპოვარი. ეს არის ჩვენი სათქმელი. ეს არის ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. მადლობა თქვენი დროისთვის. თუ კი გვაქვს დრო, ვეცდები გადავიდეთ აქციის სხვა მონაწილეებთანაც, ხედავთ რომ ნაწილი კიბეებთან არის, ასევე რიგდება გაზეთები, ეს არის ბათუმელების გამოცემა, თუ არ ვცდები, გამარჯობა, ბათუმელების გამოცემა, ხომ? და ერთის მხრივ აქ არის სწორედ პატიმრებზე ინფორმაცია, ისევე როგორც სწორედ ბათუმელების მთავარი რედაქტორი, თანადამფუძნებელი მზია ამაღლობელი არის ახლა პატიმრობაში და მთლიანად არის ასე ვთქვათ, კი ბატონო, მადლობა, დეტალურად აღწერილი. გამარჯობა, თუ შეიძლება გკითხავთ, თქვენს არიგებთ ბათუმელების გამოცემას, რატომ რისით მაქსურთ ამით და თქვენი აზრიც მაინტერესებს, ბუნებრივია, აი იმ პროცესებზე, რომლის მონაწილეც ვართ და ჩვენ უკვე თავისუფალ საქართველოში დაბადებული ხალხი ვართ, მაგრამ აი ამ თავისუფლების შენარჩუნების მნიშვნელობაზეც რომ თავისუფლები არ ვართ დღეს. საქართველო არ არის თავისუფალი დღეს. საქართველო დაპყრობილი ყავს რუსეთს. ძალიან რთული პერიოდში ვიმყოფებით, ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს საქართველოს გათავისუფლება. ჩვენ ზუსტად ამისთვის ვიბრძვით და მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ და გავათავისუფლებთ საქართველოს და დადგება დრო ერთხელ და სამუდამოდ რომ ქართველი ერი იზეიმებს დამოუკიდებლობას და ქართველი ერი იქნება დამოუკიდებელი. ბათუმელებთან რა ხდება სოლიდარობა ბათუმელების მეორე გამოცემა და დღეს აქციაზე რიგდება რეგიონებშიც დარიგდა უკვე ბათუმელები გარკვეულ რეგიონებში დარიგდა უკვე ბათუმელების მეორე ნაწილი და დღეს სიმბოლურად 9 აპრილს გადავწყვიტეთ რომ დაგველეგებინა ბათუმელების მეორე ნაწილი და ამიტომ ვარიგებთ საზოგადოებაში. მადლობა თქვენი დროისთვის. სიტყვით გამოსვლებით გრძელდება, არ ვიცი რამდენად მექნება შესაძლებლობა, აქ არიან ასევე პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები, ხედავთ ზვიაცეცხლაძის მამასაც, თუ კი ექნება შესაძლებლობა ბოდიშკიფით სურვილი გავესაუბრები პირდაპირ ეთერში, თუ შეგიძლიათ 2 წუთით დრო რომ დაგვით, მოდი პირდაპირ ეთერში ვარ ბატონო ზურაბ, თქვენ მიმართეთ ადამიანებს, მათ შორის ზვიადის მიმართვაც წაიკითხეთ, კითხავ დღევანდელ დღეზე, თქვენი ენერგია, თქვენი განწყობა როგორია დღეს, როდესაც ამდენ ადამიანს უყურებთ, ვინც 24 საათის განმავლობაში აქ იქნება და ხელისაწევით ეს თანხმობა გამოხატეს მათ. არის ჩემი ენერგია ჩემს გამოცვლაში ჩანდა ალბათ და მხნეობა ის რაც ციხიდან მოდის ზვიადისაგან უკვე თავის მოწოდებაში საზოგადოებისადმი. მე ვფიქრობ რომ 9 აპრილის, ანუ 8 აპრილის საღამო შედგა ნამდვილად და დარწმუნებული ვარ მინიმუმ ამ ადამიანების ნახევარი საღამოს გაათენებს აქ და დილას აი ამ 9 აპრილის დაღუპულ გმირების საპატივცემულოდ ამ ღამეს გაათენებს და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ 5-ჯერ მეტი ადამიანი ხვალე დილიდან აუცილებლად შემოგვიერთდება და მთელი დღის განმავლობაში რუსთაველი გადაკეტილი გვექნება, მთელი დღის განმავლობაში უკომპრომისოდ დავიცავთ რუსებისაგან
9 აპრილის მემორიალს. მრავალჯერ ვთქვი და მინდა კიდე გავიმეორო. რეჟიმი, რომელსაც შეუძლია 8 აპრილის წინა საღამოს ქართველი სისხლი დაღვაროს 9 აპრილის მემორიალთან, არ ვიცი მე არანაირი უფლება არ აქვს მორალური და არც ფიზიკურად არ მოუშვებთ მათ. მე ჩემთვის სულ ერთია მოვლენ თუ არ მოვლენ. მე ვიცი რომ ისინი მემორიალს ვერ მიუახლოვდებიან. აი ეს სალსახად ვიცი ამას აქ მყოფი საზოგადოება არ დაუშვებს. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. უნდათ მოვიდნენ პასუხს მიიღებენ. ვინც არ უნდა მოიყოლიონ, მაინც პასუხს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მინდა უთხრა რომ დღეს კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას უთხრა, ახალი ეტაპი იწყება, აი გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების. თქვენ თუ ხედავთ გამომსვლელებსაც, ცალსახად აბსოლუტურად აპარტიულია ყველაფერი. არავის აღარ ახსოვს პარტია, აღარ ახსოვს წარმომავლობა. ყველა რიგითი ჯარისკაცია ამ ქვეყნის და სწორედ აი ეს მოძრაობა, რასაც ქვია რიგითი ჯარისკაცი ქვეყნის და მათი გაერთიანება ამ ქვეყანას გადაარჩენ. დღეს უფრო მეტი იმედი ჩამესახა ამ საღამომ, შექმნა ჩემთვის უფრო დიდი სტიმული და იმედი, რომ ყველაფერი ძალიან ბრწყინვალედ იქნება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. რა ვიცი, ღმერთი ჩვენთან არის, სამართალი ჩვენთან არის, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თქვენი დროისთვის ასეთი აქ ადგილზე არსებული ვითარება სიტყვით გამოსვლები ისევ გრძელდება უკვე პირველ რომ დააკვდება 10 წუთი ამ დროისთვის აქ სიმბოლურად ჩართავენ ზუსტად გამსახურდიას გამოსვლას მიმართვას უკვე დილის 4 საათისთვის კი ტერიტორიაზე მოვა სასულიერო პირი უბრალოდ აქ მყოფი ადამიანებს დაურიგდება ცანთლები მოვა სასულიერო პირი და უკვე გადაიხდიან პანაშვიდს იმ ადამიანების სახელზე ვინც ასე ვთქვათ 9 აპრილის დროს მოკლეს და აქ მყოფი ადამიანები აღნიშნავენ რომ ეს არის სიმბოლური ერთის მხრივ და განსაკუთრებული დატვირთვის დღე, ვინაიდან ბრძოლა მიმდინარეობს ისევ რუსეთის რეჟიმთან, რომელიც არ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას. ერთის მხრივ ისინი ბუნებრივია რომ პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა სულებს და მადლობას ეუბნებიან ასევე იმ ადამიანებს მონაწილეებს, რომელთა დიდი ნაწილი ბუნებრივია ახლაც აქ არის და ის ადამიანებიც იხსენებენ თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები 36 წლის წინ, ვინც მონაწილეობდა სწორედ 9 აპრილის აქციებში და აღნიშნავენ რომ ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე, როგორც ამბობენ, ვინაიდან ის თავისუფლება, რომელიც 21 ადამიანის სიცოცხლე მოიტანა და არა მხოლოდ, არამედ მოიტანა სწორედ ქართული ხალხის ერთიანობამ, ეს არის შესანარჩუნებელი. რაც შეეხება მოთხოვნებს, არის უცვლელი მოთხოვნები, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, როგორც თქვენ მოისმინეთ, აქ მყოფი ადამიანები ასევე აპირებენ რომ ხვალ მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი და ქართული ოცნების წარმომადგენლებს ეუბნებიან რომ მათ აქ თავისუფლად არავინ არ მოუშვებს.